გვეუბნებიან, რომ ნაერთის ნიმუში, რომელიც მხოლოდ ნახშირბადისა და წყალბადის ატომებს შეიცავს, მთლიანად იწვება და შედეგად 5.75 მიასედი გრამი ნახშირორჟანგი და 3.47 მიასედი გრამი წყალი წარმოიქმნება. და გვაინტერესებს, როგორ გამოიყურება ნაერთის ემპირიული ფორმულა. ეხლა გავიაზროთ, რომ არ ვიცით, რა თანაფარდობაა ნახშირბადისა და წყალბადის ატომებს შორის, ანუ გვაქვს რაღაც C, X, H, Y. ანუ ესაა ჩვენი უცნობი ნაერთი, მაგრამ ვიცით, რომ მხოლოდ შედგება წყალბადისა და ნახშირბადისგან და ვიცით, რომ მთლიანად იწვება, გვეუბნებიან, რომ მთლიანად იწვება და შესაბამისად, ესე იგი შედის რეაქციაში ჟანგბადთან და წარმოქმნის 5.75 მიასედ გრამს, რაღაცა რაოდენობა CO2-ს და რაღაც რაოდენობა წყალს. რაღაც რაოდენობა CO2-ს და რაღაც რაოდენობა წყალს. ჩვენ გვინდა გავიგოთ ნაერთის ემპირიული ფორმულა, როგორ გამოიყურება. აქ ახლა არც გათანაბრებული გვაქვს და არაფერი, მაგრამ ეს მაინც ბევრი ინფორმაციას გვაძლევს. რატომ? იმიტომ რომ ვიცით, რომ პროდუქტები, ანუ პროდუქტების მასა მოცემულია, შესაბამისად ამ მასებიდან შეგვიძლია გავარკვიოთ, რამდენი მოლი მივიღეთ თითოეული პროდუქტი. და თუ ეგ გავარკვიე, მაშინ გავარკვევ თითოეული ელემენტი რამდენი მოლი ყოფილა, ანუ რამდენი მოლი გამოვიყენე ნახშირბადი და რამდენი მოლი გამოვიყენე წყალბადი და შემდეგ უკვე თანაფარდობას ვნახავ მაგათ შორის. ასე რომ მოდი ახლა ვნახოთ ეგ, ამისთვის დაგვჭირდება საშუალო ატომური მასები, რისთვისაც აი აქ მოდი მოვიშველიოთ ჩვენი პერიოდული სისტემა. ესე იგი, გვინდა ნახშირბადი, ნახშირბადის საშუალო ატომური მასა არის 12.1 მიასედი, მოდი დავწეროთ ეგ. ესე იგი, ანუ პრინციპში წყალბადიდან ატომი არ გავყევი, რა ვიცი. 1.8 მიათასედი არის წყალბადი, ესე იგი, წყალბადი არის 1.8 მიასედი, კი არა და მიათასედი. შეგვიძლია დავწეროთ გრამი მოლთან. შემდეგ ნახშირბადზე ვთქვით, რომ იყო 12.1 მიასედი გრამი მოლთან და ჟანგბადი 16 ზუსტად. ესე იგი, აი, ისევ. ჟანგბადი 16 ზუსტად გრამი მოლთან. კარგი, მაშინ ახლა მოდი აქედან დავადგინოთ, ანუ ეს ინფორმაცია რადგან გვაქვს, რამდენი მოლი ნახშირბადი არის პროდუქტში. ამისთვის უნდა ავიღოთ მასა, ესე იგი, გვაქვს 5.75 მიასედი გრამი CO2 და ეს უნდა გავამრავლოთ ესე თანაფარდობაზე. 1 მოლი CO2 მოდის რაღაცა რაოდენობა გრამ CO2-ზე, ხო? და მოდი ახლა ეგ გავარკვიოთ, აი ეს თანაფარდობა რა უნდა იყოს, მეც ეს რაღაცა არ გავს არაფერს, ცოტა უკეთ დავწერ. გრამი CO2. ესე იგი, CO2-ზე ახლა რა შეგვიძლია დავწეროთ? CO2 შეიცავს ნახშირბადს და 2, ანუ ერთ ნახშირბადის ატომს და 2 ჟანგბადის ატომს. ესე იგი, მასა, ამისი მასა იქნება 12.1 მიასედი პლუს 2 ჯერ დავწერ, მოდი ესე, 2 ჯერ 16, ხო? რაც რამდენი იქნება 32 პლუს კიდევ 12. მოდი, აქვე მივუწეროთ, ხო, თან მივუწეროთ, რომ არის გრამი მოლთან. და ეს იქნება 44 მთელი, ამათ ჯამიან 12 პლუს 32 და ნუ 1 მიასედი კიდევ 44 მთელი 1 მიასედი, ანუ ეს არის გრამი მოლთან, მაგრამ აქ პირიქით მიწერია, ხო, შეფარდება ანუ გრამები ქვემოთ. ანუ ვიცი რომ ესე იგი 44 გრამი მოდის მოლზე, ან 1 მოლზე მოდის 44 გრამი, ხო? ანუ ესაა უბრალოდ თანაფარდობა. ესე იგი, მე ხლა მარტო ამ გამოსახულებით იმას ვარკვევ თუ რამდენი მოლი CO2 მაქვს, ხო? ამდენი გრამი CO2 მაქვს და ვამრავლებ თანაფარდობაზე 1 მოლზე რამდენი გრამი მოდის. და შესაბამისად, ნუ აი ესენი რომ გამიბათილდება, დამრჩება რომ მქონია რაღაც აი ეს რიცხვი მოლი CO2, ხო? ამდენჯერ მოლი CO2. მაგრამ მე მაინტერესებს რამდენი მოლი C მაქვს, ხო? ამისთვის უნდა გავამრავლო იმაზე, თუ 1, მოდი სხვანაირად დავწერ, ესე იგი 1 მოლ CO2-ზე, კი არა, 1 მოლ ნახშირბადზე, მოდი ესე ვიტყვი, 1 მოლი C, ხო? 1 მოლ C-ზე, რამდენი მოლი CO2 მოდის? CO2. და ნუ თუ დავუკვირდებით CO2 რამდენი მოლიცაა, იმდენი მოლი ნახშირბადი მექნება, იმიტომ რომ CO2-ის მოლეკულაში შედის 1 ცალი ნახშირბადი. შესაბამისად, 1 მოლ C-ზე, ანუ ნახშირბადზე მოდის 1 მოლი CO2. ამიტომ ესენიც
გაბათილდება, ესე იგი მოლი C2 წავიდა და დამრჩა 5.75 გაყოფილი 44.1/100-ზე მოლი C, ხო? რასაც, დავთვლით ცოტა ხანში რამდენია და გავიგოთ მიახლოებით რამდენია. მანამდე მოდი იგივე გავაკეთოთ წყალბადისთვის, ესე იგი რამდენი მოლი წყალბადი გვაქვს პროდუქტში. ეხლა ეს რა იქნება? ამისთვის უნდა ავიღოთ 3.47 გრამი H2O და ეს უნდა გავამრავლოთ იმაზე თუ რამდენი გრამი მოდის 1 მოლ H2O-ზე. ახლა მოდი წყალზე ვქნათ იგივე, ესე იგი H2O გვაქვს. H2O-ში შედის ორჯერ 1.8/1000-ი, ანუ ეს ორი წყალბადი შედის და პლუს 1 ჟანგბადი, ხო? გრამი მოლთან. ეს პრინციპში მივაწეროთ პირდაპირ რაც იქნება. ეს იქნება 2 ესე იგი 18 და 18.16 პირდაპირ. 18.16/1000-ი, რომ შეგვიძლია ხა ეგ დავწეროთ ქვემოთ. გრამი H2O და გრამი H2O წავიდა და ბოლოს ეს გავამრავლოთ იმაზე, იმ თანაფარდობაზე, რაც გვაქვს 1 მოლ წყალბადსა და რაღაცა რაოდენობა მოლ H2O-სთან. ანუ რამდენი მოლი H2O მოდის 1 მოლ წყალბადზე. ან პირიქით შეგვიძლია დავსვათ კითხვა, მოდი ესე ვიზამ. ამას წავშლი. 1 მოლ წყალბადზე, კერდა 1 მოლ წყალზე, რამდენი მოლი წყალბადი მოდის და მოდის 2, ხო? ანუ 1 ცალ მოლეკულაში არის 2 ატომი წყალბადი, ასე რომ 2 მოლი H-ი მოდის 1 მოლ H2O-ზე. და შესაბამისად ეს წავიდა ამასთან და ანუ დაგვრჩა აქაც უბრალოდ მიახლოებით დასათვლელი და ახლა მოდი კალკულატორს გამოვიყენებ ამისთვის. ესე იგი, გვინდა დავთვალოთ პირველ რიგში 5.65 66 რატო დაწერა 66 65 უნდა გავყოთ 44.1/100-ზე და პრინციპში აქ დანარჩენი ერთიანები არის ნახოთ რას უდრის ეს. ეს არის მიახლოებით 1000-მდე მივიყვანოთ 128, ხო? ესე იგი 0. ეს ცოტა სხვა ფერით დავწერე, ძალიან მაწუხებს ახლა 128 მოლი ნახშირბადი. ახლა ანალოგიურად მოდი ვქნათ მეორე 3.47 გავყოთ 18.16/1000-ზე და გავამრავლოთ 2-ზე. ანუ ეს არ დამოვიწყდეს, ხო? ეს არის 385 მიახლოებით. ესე იგი ეს არის 0.385 მოლი H. და ახლა ერთადერთი რაც დაგვრჩა, ორივეს რაოდენობა ვიცით, მოლური, უბრალოდ უნდა შევაფარდოთ ერთმანეთს. ნახოთ როგორი თანაფარდობა არის წყალბადის და ნახშირბადის რაოდენობებს შორის, ხო? რაც თუ დაუკვირდებით, სადღაც 3-თან ახლო უნდა იყოს, მაგრამ მოდი მაინც ნახოთ. ესე იგი, ეს გამოსახულება იქნება პრინციპში ამ ფერით ვიზამ 0.385 გაყოფილი 0.128-ზე. და მოდი ნახოთ, პირდაპირ წილადობის გარეშე გავაკეთებ 385 გაყოფილი 128-ზე. აი ეს. კარგი სიზუსტით მივიღეთ 3. შეგვიძლია დავწეროთ ესე იგი, რომ მართლაც ეს არის 3 სტოლი, რაც ნიშნავს, რომ ემპირიული ფორმულა იქნება CH3. ანუ შეგვიძლია რაც შეგვეძლო დაგვედგინა არის აი ეს, რომ ემპირიული ფორმულა თურმე არის CH3.